მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას. კახეთის ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძე იზოლატორიდან პირველ მიმართვას ავრცელებს. წუხვა რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია, წერს ჭიღლაძე. ის სხვა მოქალაქეებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციას და ნულმოქმედებენ შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ჭიღლაძისთვის 5,000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ის იზოლატორს სავარაუდოდ ხვალდატოვებს. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატზე სითხის გადმოსხმის ფაქტი. აგარანის მამული მორიგი განცხადებით ეხმაურება სასტუმროს ინციდენტს და მომხდარს დეტალურად აღწერს. ადმინისტრაციის ცნობით სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები სასტუმროში საქორწინო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ. სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით 4 წუთში კი სასტუმროს თანამშრომლები სტუმრებთან ნომერში ავიდნენ და ცდილობდნენ ვითარების განმარტვას. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა FSB-ს ბაზას დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით ლიკვიდირებულია 100-მდე რუსი სამხედრო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ობიექტზე თავდასხმისთვის 13 დრონი გამოიყენეს. ადგილზე მასშტაბური ხანძარი იყო. მე 100%-ით ზელენსკის გვერდით ვიქნებ ისევე როგორც კირ სტარმერი იყო, აცხადებს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. ენდი ბერნემის თქმით, უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ისევ მტკიცე დარჩება. ბერნემისა და ზელენსკის პირველი სატელეფონო ზარი დღეს უნდა შეძლეს.